დიახ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში გიორგი სავანელის გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან. მან პროტესტი გამოთქვა, როგორც აღნიშნეთ, და ხელი არ მოაწერა გაუთქმელობის დოკუმენტს, თუმცა რადგან საქმეს ადევს გრიფი, მან მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, სწორედ ამიტომ ვერც გიორგი სავანელმა და ვერც მისმა ადვოკატმა დეტალებზე, ამ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრეს და ვერ გვითხრეს, რა კითხვები ჰქონდათ უწყების წარმომადგენლებს. თუმცა რეჟისორი ჩვენთან საუბარში ამბობს და მისი მთავარი მოთხოვნაა ის, რომ გამოაქვეყნონ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდება რეალურად რაზე იყო საუბარი ტრენინგებზე. ასევე ადვოკატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა საქმეს მოეხსნას გრიფი, რადგან საზოგადოებისთვის უფრო მეტად აღქმადი იყოს, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დამტკიცდეს მათი სიმართლე. Გამოძიებელი კითხულობდა ხან შინაარსობრივ ნაწილს, ხან ციტატებს რამდენად მახსოვდა, როგორ მახსოვდა, ეს მართლა იყო თუ არა და ძირითადად შინაარსთან დაკავშირებით, ტრენინგების შინაარსთან დაკავშირებით და კონკრეტულ პირებთან, ვინც ტრენინგებს ატარებდა და იყვნენ ორგანიზატორები, მათთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. აი ამ, ასე ვთქვათ, გამოძიების გაგრძელება და ამ ხარისხში აყვანა და ასე მასიურად ადამიანების დაბარება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მგონია, რომ არის საზოგადოების დაშინების ერთი ნაწილი. მეორე რაც მე მგონია, იმის გამო რომ ეს იყო USAID-ის ორგანიზებით ეს ტრენინგი და მარტის აქციების მერე ხელისუფლებამ თქვა, რომ ისინი გააგრძელებდნენ აგენტების ძიებას, ეს სწორედ აი ამის გაგრძელება ერთგვარი. ჩვენ გვინდა რომ ამ საქმეს მოეხსნას საიდუმლოს გრიფი და ძალიან მარტივად გაქარწყლდება ყველა ბრალდება, რაც კი არის წამოყენებული და ბრიფინგზე, რასაც აჟღერებს ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს არის უთანასწორო მდგომარეობა, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე და ჩვენ პრაქტიკულად არაფერზე პასუხის გაცემის უფლება არ გვაქვს. მაყურებელს ვეტყვი, რომ ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით 26-დან 29 სექტემბერს ჩატარდა. ამ ტრენინგებს ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ტრენინგების ჩატარების და დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ამ ყველაფერს მიუძღვნა ბრიფინგი, რომ იგეგმებოდა რევოლუციური სცენარი. ამ ბრიფინგის შემდეგ კი ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა გამოკითხვაზე, თუმცა ყველამ უარი თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე და ახლა ეს ადამიანები იკითხებიან საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთვის დეტალები უცნობია, რადგან საქმეს ადევს გრიფი.